და მასწავლებლების ეროვნული პრემიის მფლობელთა ვინაობაც ცნობილი გახდა. მასწავლებლების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გუშინ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მასწავლებლების ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10,000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. მასწავლებლების ეროვნული დღე ყოველ წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს აღინიშნება და სტუდიაში შემოგვიერთდნენ სწორედ 3 ასეთი გამარჯვებული პედაგოგი: ნანა ბურძენიძე, მაგდანა მათითაიშვილი და ციცი ჭანტურია. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა ასევე სიმღერა და კლიპი მასთან ერთად, რომელთა პრემიერასაც ცოტა ხანში შემოგთავაზებთ. ჩვენსავე სტუდიაში შედგება ეს პრემიერა, თუმცა მანამდე მივესალმოთ ჩვენს წარმატებულ პედაგოგებს და გილოცავთ აი ამ ჯილდოს. გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს. მადლობა იმისთვის, რომ აი ესე თაობებს უნერგავთ იმ ცოდნას, რომელიც თქვენ გაქვთ და უზიარებთ თქვენს გამოცდილებას და რაღაცნაირად ბოლოს თავის შედეგსაც გამოიღებს ხოლმე ეს ყოველივე და რა ბედნიერება არის, რომ თქვენ დღეს გახარებულები აქ ჩვენთან სტუდიაში მობრძანდით. პირველ რიგში გუშინდელი საღამოს ემოციები გამოყოლილი რომ გაქვთ სახეზე გეტყობათ და ამ ემოციების შესახებ გითხარით. დავიწყოთ თქვენ. მოგესალმებით პირველ რიგში სასიამოვნო არის აქ ყოფნა. და აი ვიტყვი იმას, რომ აი ემოცია ახლაც მომყვა ნამდვილად და პირველ რიგში ჩემს გამარჯვებას აუცილებლად მევუძღვნით ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც არიან მთავარი, ასე ვთქვათ, ნაწილი ამ ჩემი გამარჯვების მშობლებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს რაიონს, რაც მთავარია და ცით თქვენ რას ასწავლით? ინგლისური ენის მასწავლებელი. ინგლისური ენის მასწავლებელი ბრძანდებით. და ალბათ გამოგარჩევს თქვენი მიდგომა, იმიტომ რომ მეც ვიყავი რამდენიმე წლის წინ ჩართული ამ პედაგოგთა დაჯილდოების ერთგვარ კომისიაში. მე საჯარო იყო ეს, ხო შემიძლია ამის თქმა. და ვეცნობოდით აი ამ ნამუშევრებს და ამ საინტერესო იდეებს, რომელიც თითოეულ მასწავლებელს აერთიანებდა სწორედ იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ აი ამ კონკურსში მონაწილეობას. ალბათ თქვენც ამით გამოირჩევით, ხო, რაღაც განსაკუთრებული ფიქრით და იდეებით. თან დღევანდელი სამყარო რაღაც ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ბავშვები დაინტერესო, მიუბრუნო წიგნს და რაღაც ისეთი შესთავაზო, რომელიც დაავიწყებს იმ რაღაც ციფრულ სამყაროს. თქვენ რა ირჩიეთ, რა გზა? აი, საკლასო სივრციდან გამოვდივარ. ეს არის ყველაზე მთავარი დიდი ინტერესის სფერო მათთვის. როდესაც მასწავლებელი ხშირად მათ ჭკუაზე არის, ცეკვავს მღერის მათთან ერთად, ეს მოსწონთ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებულად ალბათ მაინც ჩემი გაკვეთილებიდან გამოვყოფ აი ევროპულ პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებ ჩემს სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან და ეს უკვე იმდენად ორგანული არის მათთვის, რომ აი სხვანაირად ყოველ წელს მეუბნებიან, რომ მას აი წელს რას ვაპირებთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად, მე მეგობრობენ ხოლმე ამ თავიანთ ტოლ ბავშვებთან, სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. რა საკუთრივ ჯგუფს ასწავლეთ? ყველა საკუთრივ, მე-12-ს, კი. რა კარგია. და ვცდილობ კარგად იციან ბავშვებმა წალენჯიხაში მეგრული? მეგრული კი არა თიკა მაინც მეგრულში. მეგრული აინტერესებს უფრო. მოთიში. ინგლისური. გადასტარებად. ხო, დღეს ისეთი რამ არის ინგლისური, მათ მეგრულივით უნდა იცოდე. აბა არა უყვართ ხო ესაგანი განსაკუთრებულად, იმიტომ რომ გარემოც არის იძლევა მის საშუალებას და ალბათ უფრო ჩვენთვის მარტივი არის როგორც ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მათი დაინტერესება სხვადასხვა აქტივობებში და ასეც არის. ეს მე ვფიქრობ არ არის მხოლოდ პირადი წარმატება, ეს არის ზოგადად პროფესიის აღიარება. ეს კონკრეტული ამბავი თავისთავად ცხადია თქვენი აზრით. აი რა თვისებებს იქ ძალიან კარგად იციან იმ კომისიის წევრებმა და ადამიანებმა, რომლებიც საბოლოო ჯამში გადაწყვეტენ ხოლმე ამ ყველაფერს. თქვენი აზრით, თქვენ შემთხვევაში რა იყო ის ძირითადი მახასიათებელი თვისება, რამაც გამოგარჩიათ აი ამდენი პედაგოგის? აბა ყელსაბამ შეხედე. ლამაზესი. იქ გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ კონსონანსური და რაღაც ის ამაღლებული განწყობა გეუბნება, როდესაც ესეც საოცარ 10 პედაგოგს შორის სახელდები და ამავდროულად ხდები მასწავლებლების ეროვნული პრემიის მფლობელი. პირველში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ასევე არის ძალიან დიდი აღიარება
აღიარება და არის ძალიან დიდი мотиваცია მუდამ აკეთო მაქსიმუმი, რათა ბავშვებს შეუქმნეს ესეთი გარემო, რომელიც მათთვის იქნება ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. მინდა ვთქვა, რომ აი ეს პრემია, რომელიც მეწილად მე მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს არის ჩემი თითოეული მოსწავლის, რომელსაც ჩემი მუსიკალური ჯადოსნური ჯოხი შეეხო. ასე რომ თან აჭარა ძალიან მუსიკალური არის, ხო? და ბავშვებში წარმოვიდგენია რა, ესე ვთქვათ, ნიჭის დემონსტრირება არის თქვენს კლასებში, ხო სწორედ? დიახ, ნამდვილად ეს არის. ზოგადად აი ეხლა არ თვლიდი მაგალითად რომ ეხლა არ ვფიქრობდი მაინც რომ შესაძლოა, მაგრამ ჩემი ჯილდო მაინც ყოველთვის არის ჩემი მოსწავლეები, იმიტომ რომ მათთან ისინი მაძლევენ საშუალებას, რომ უფრო განვითარდე, მათთან ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვღებულობ, იმ ენერგიას, რომელიც მაძლევს, იმ გასახებს, რომ დავგეგმო ძალიან საინტერესო და რაღაც მათთვის ამახალისებელი გაკვეთილი. მივცე მათ საშუალება განვითარო მათ უნარები, სხვადასხვა უნარები, რომელიც დაეხმარება მათ და უფრო უკეთესები გავხადოთ, იმიტომ რომ მოგესწრება მასწავლებლობა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მომავალზე, ასევე არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ შეგიძლია შეეხო მოსწავლის გულს, მათ ოცნებებს და გახადო ისინი ბევრად უფრო უკეთესები. ცხადია. და ფიქრობ, მასწავლებლობა არის კიდევ ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხო ყოველ ჯერზე და გამოწვევებს, რომელსაც უპასუხეთ თქვენ წარმატებით მრავალი წლის განმავლობაში და სწორედ ბატონო, გაგვეცანი თქვენ რას ასწავლით და მერე ვისაუბროთ უკვე ჯილდოზე. პირველ რიგში სამადლობელით დავიწყებ. მადლობა რომ აქ ვართ თქვენთან ერთად და წარმატებას უსურვებ ჩემს უსაყვარლეს კოლეგებს. დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ და ამას ვამბობ ყოველთვის ამაყად, ხმამაღლა, რადგან ჩემთვის ჩემი პროფესია, აი პროფესიაზე მეტია და რას ვიტყვით, იცი? აი მართლა არის პროფესია მეტად ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად სასწაულის დარი და ეს არის ჩვენი პროფესია, რადგან ამ ცისქვეშეთში ალბათ არ არის იმაზე მეტი და ღირსეული საქმე, ვიდრე ადამიანის პიროვნებად, მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესია და აი სწორედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ჩვენ გვაბარია. ჩვენ მასწავლებლებს, ვინც უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა, ვინც გააერთიანებს, გააძლიერებს, აღაშენებს ჩვენს საქართველოს და ზედგულის ფიცარზე იმ სამნიშნელოვან ცნებას, ენა, მამული სარწმუნოება, აი ამით შეძლებს, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს, რათა მე ძალიან მწამს ჩვენი მომავალი თაობის. ჯერავ ჩვენი მასწავლებლების, ვინც აი ამ დიდ საქმეს უძღვება, რომ ნამდვილად საუკეთესო მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას და აი არ შემიძლია, როცა ვსაუბრობ ჩემს ქვეყანაზე და მის გამთლიანებაზე, არ გამოვეხმაურო ჩემი ქალაქის აი გუშინ წინ ჭიათურლობა გქონდა და აი იქ იყო ერთი არაჩვეულებრივი პერფორმანსი წარმოადგინა ჭიათურის მეხუთე საჯარო სკოლამ, სადაც ესეთი თემატიკა გქონდათ, რომ დაკარგული აფხაზეთი და ჩვენი სამხრეთ ოსეთი იყო რა ჯერ ცალკე და შემდეგ აი პერფორმანსში ხელი მოეწერა მრგვალმა გიტაზე საქართველოს გამთლიანებას და შემდეგ გაერთიანდა და გამთლიანდა ჩვენი საქართველო და საქართველოს რუკა იყო ისეთი როგორიც აი გულში ყველას აგვაქვს და ყველას ნატურა დაოცნება და მე ამიტომ დღეს ალბათ არ მიწყენენ ჩემი პატარები თუ ვიტყვი ამას რომ ამ ჯილდოს უძღვნით ჩემ ჭიათურას. იმიტომ რომ მადლიერებით უნდა თქვა ეს ამის გარეშე ვერ წავალ, ძალიან დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ არაჩვეულებრივ დაწესებული ჯილდოსთვის, ასევე ძალიან დიდი მადლობა აჭარის გამორჩეულ, ასე თქვა, განათლების სპორტის მინისტრს ქალბატონ მაია ხაჭიშვილს, მისი მხარდაჭერა იყო უდიდესი და განსაკუთრებული მადლობა ჩემი სკოლის, ქალაქ ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის არაჩვეულებრივ დაუღალავ, აი არ ვიცი, სასწავლო ქალბატონს, ქალბატონ ცირა ქობულაძეს იმისთვის, რომ მან მინდო დობა გამომიცხადა და წარმადგინა აი ამ ღირსეულ ჯილდოს. უღრმესი მადლობა მას. ახლა ემოციები გითხარით. ემოციები გითხარით, როგორც ვიცით, ჩვენს ქალაქს და კი ბატონო, თავის ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვენი მოსწავლეებისგან მილოცვები მიიღეთ, როგორც ვიცით. ეს გითხარით, როგორ ჩაიარა ამ პროცესმა. ყველაზე დიდი რაც იყო ჩემთვის, ეს იყო მწერს მშობელი, რომ აი უყურებს ნიცა გაოცებული თვალებით და რომ ახსენის ანბანეთის ანაბანა
ეს ჩემი ნანა მასწავლებელია და ბავშვი ტირის ემოციებშია, ეს იყო არაჩვეულებრივი, აი არ ვიცი, ჯერ ემოციებს ნუ გამკითხავთ, ეს იყო ემოცია აღარ ქვია ამას, რაც იმ წუთში მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და მოულოდნობა განაპირობა. დაინახავს აი ამ ჯილდოში საკუთარ წარმატებას. აუცილებლად ჩვენ მათთან ერთად მოვიპოვეთ ეს წარმატება. სწორედ ეს მომწერა ჩემმა მოტივაცია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ არის ჩვენი კოლეგებისთვის, კოლეგებისთვის და ადამიანებისთვის, პატარებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მათაც უნდათ გახდნენ მასწავლებელი და ისინიც იქნებიან ერთ დროს ისეთივე როგორიც თქვენ ხართ მათთვის, აი ესეთი რა. აი მიხარია ის ფაქტი, რომ დღეს უკვე ბევრს უნდა მასწავლებლობა და ალბათ ეს ამ ყველაფრის დამსახურება არის, რაც ხდება დღეს და მიხარია რომ აი მაგალითად ჩემი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი არის მასწავლებელიც და აქედან ვეტყვი მადლობას იმისთვის რომ ძალიან დიდი მოტივატორი იყო ჩემი და მენდო ასევე ჩემი შვილიც დაწყებით ძალიან მასწავლებელია. მე ვფიქრობ დღეიდან თქვენ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელებთ იმ საქმეს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის უკვე. აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ აი ეს სამკერდე ნიშანი სწორედ არის სიმბოლო გელათის აკადემიისა და ზუსტად აღწერს აი პედაგოგის მიზანი რა არის მისია და ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს თვითონ აი ამ არაჩვეულებრივ პრემიას და მადლობა კიდევ ერთხელ. ეს გამოტონა თქვენი შვილის პედაგოგია დაწყებითი სამასწავლებლობით და უბრალოდ აღარ გავაგრძელებთ. მასწავლებელია, დიახ, სამი შვილი მყავს და ერთი გოგონა მათ შორის. თქვენ შემხედვარე მოუნდა თუ რა მოხდა? როგორ ფიქრობთ, როგორ გაირჩია თავის პროფესია? ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მე როდესაც ასე ვთქვათ, შევქმენი ოჯახში, აღმოჩნდი მასწავლებლების ოჯახში. მოდი დავიწყებ, ციცა, ბავშვობიდან დავიწყებ, ძალიან მინდოდა მსახიობობა. აი მე საოცრად მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ხო იცით რა პერიოდია ახლა საკმაოდ არც ისე პატარა ვარ და ნუ მამამ თქვა რომ არა. და გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი მასწავლებელი ჩემი უსაყვარესი დაწყებითი კლასის მასწავლებლის მარინა გაფრინდაშვილის სიყვარულით. აი რა საიდან მოდის ჩემი და ვეფერები და მადლობა მარინა მასწავლებელო ამისთვის რომ მე დღეს მასწავლებელი განახა თქვენი მომავალი გზა. მოვხდი ოჯახში სადაც ყველა მასწავლებელი იყო. და ყველა ჩემ წარმატებას ვარ იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის გასწავლებაში. დიახ, ასევე ვარ მე მიყვარს მათემატიკა, გრიფირებული სახელმძღვანელოს თანაავტორი. გასულ წელს გამოვეცით ასევე დამხმარე კრებული პირველ კლასელებისათვის ჩემი ილუსტრირებული ალბანი და მისი ავტორი გახავთ კიდევაც? დიახ, მე ხატავდი აი 90-იან წლებში, როდესაც არც შუქი იყო, არაფერი არ იყო, ჩემი ხელით. აი ჭრაქის შუქზე მაქვს 33 ასოფგერა მოხატული და მაშინ გავხდი იაკობ გოგებაშვილის მედლის, აი სამგზის გოგებაშვილის მედალოსანი ვარ ამონოა და გუშინ სწორედ მის დაბადების იმდენად სიმბოლო. დიახ, ალბათონოთი კაკ. აი გუშინდელი დღე ჩემთვის იყო, არ ვიცი. აი მრავალმხრივ ემოციური რომ ასე მგონია რომ იაკობ გოგებაშვილი ეს უდიდესი პიროვნება მისი დედა ენაზე გაზრდილი და აი ხო მე მაინც მომიტევენ ალბათ ჩემი კოლეგები ამას რო ვიტყვი მაგრამ დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის იაკობ გოგებაშვილი ეს უკვე არ ვიცი ეს ჩვენთვის ყველაფერია და მისი საოცარი დედა ენა თქვენ აღნიშნეთ რომ მე ვხატავ კიდეც რომ მე ვფიქრობ რომ თქვენ ყველა ხატავთ ყველაზე მნიშვნელოვანს ჩვენი მომავალი თაობის მომავალს და ამ ხატვაში ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და კიდევ უფრო მეტი წარმატება. გილოცავთ და ერთი ფაქტია რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან ოდღესღაც იდგა ძალიან კარგი პედაგოგი. ნამდვილად. ამიტომ ეს აქსიომა ასე ვთქვათ და ასეა. ჩემი პირველი მასწავლებელიც იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი და აი ესეა რაღაცეები არის სამოუხსნელი ან ამოხსნადი. თქვენ წაიხდინეთ ბავშვობის ოცნება, მსახიობობა, თქვენ გაქვთ თქვენი სცენა დაწყებითების კლასში. წარმოიდგინეთ, არც ერთი ჩემს მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩემს გარეშე არ ტარდება. მე იქ ვდგავარ როგორც მომღერალი, როგორც მსახიობი, როგორც აი
და როგორი ბედნიერი ვარ, იცით, მე მართლა ავიხდინე ჩემი ბავშვების ოცნება. ძალიან დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ სასაუბრო ნაწილი დავასრულოთ, რადგან გველოდებიან ბავშვები, სწორედ ჩვენს მაყურებელს დავუპირისპირდით მუსიკალური კლიპის პრემიერას. რეზო და ბავშვები. რეზოს, ბაჩეს, ჩვენს ბავშვებს, რომლებიც არიან მეკო სტუდიის ბავშვები. ნატო მეტონიძის ხმასაც მოისმენთ ამ სიმღერაში, რეზო ბლიაძე, როგორც გითხარით, ვაჩე ღვინიაშვილი, ლილიკო ნემსაძემ დაწერა ეს სიმღერა და სწორედ ახლა გთავაზობთ ჩვენი გადაცემის დასკვნით ეტაპზე უკვე აი ამ პრემიერას და ამით დაგემშვიდობებით.